მეორე кейსის დავალებას. ჩვენი პრეზენტაციის მიზანია, რომ წარმოვადგინოთ ერთთვიანი კამპანია, რომელიც კომპანიას დაეხმარება ცნობადობის გაზრდაში და არსებული თანამშრომლების აქტივობის გაძლიერებაში. პირველ რიგში ჩვენი კომპანია მდებარეობს დასავლეთში, მაღალმთიან რეგიონში და ყავს 435 თანამშრომელი, სადაც აღსანიშნავია ისიც, რომ მათი უმეტესობა სწორედ იქ დასახლებული ადამიანებია. სწორედ ამიტომ ჩვენი კომუნიკაციის მთავარი პრინციპი ადამიანურობისა და ადგილობრივის ჩართულობის ხაზგასმა. კომპანია დაყოფილია 4 თემატურ კვირად და თითოეული მათგანი სხვადასხვა რაღაცას ემსახურება. პირველი ეს იქნება თანამშრომლების გაცნობა, მეორე ნაწილში უფრო ვისაუბრებთ ბექგრაუნდზე, ჰესის ოპერაციულ ბექგრაუნდზე, მესამე ეს იქნება აუდიტორიის აქტიური ჩართულობა და მეოთხე საგანმანათლებლო და ეკონომიკურ მიმართულებები. ეს სტრუქტურა კი საშუალებას იძლევა, რომ კომპანია იყოს უფრო მეტად თანმიმდევრული, მრავალფეროვანი და მაქსიმალურად ეფექტური. მე მოგიყვებით პირველი ორი კვირის აქტივობაზე. პირველი კვირა დაეთმობა თანამშრომლების გაცნობას. პირველი რიგში იქნება მათი ფოტოები და ვიდეო რგოლები მათ შესახებ, ასევე იქნება მათთან ინტერვიუ და იქნება პატარა ვიდეო რგოლები, სადაც იქნება მათი ყოველდღიურობის შესახებ, ასევე იქნება კვირის ბოლოს შეჯამებითი ვიდეო თანამშრომლებთან. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კომპანიასა და საზოგადოებას შორის მოხდეს პირდაპირი კავშირი. ხოლო რაც შეეხება უკვე მეორე კვირას, მეორე კვირა დაეთმობა ჰესის პროცესებს, უსაფრთხოების პროცესებს, თუ როგორ მიმდინარეობს იქ პროცესები. იქნება პატარა ვიდეო რგოლები, თუ როგორი პროცესი მიმდინარეობს ჰესში, იქნება ასევე ინფოგრაფიკები ენერგიის გამომუშავების შესახებ, ასევე იქნება და ჩაიწერება სტორები, სადაც იქნება ასახული უსაფრთხოების პროცესები თუ როგორ მიმდინარეობს და ასევე თანამშრომლებთან იქნება პატარა ინტერვიუები ტექნიკურ გამოწვევებზე ჰესში. ამ კვირის მიზანია ტექნიკური პროცესების პოპულარიზაცია და კომპანიის პროფესიონალიზმის წარმოჩენა, რადგან ხალხს აჩვენონ თუ როგორი თანამშრომლები ყავთ და როგორ მიმდინარეობს ჰესში პროცესები და როგორ არის დაცული უსაფრთხოება. კვირა 3 და ჩართულობის გაზრდა. ჩემი ნაწილი შეეხება მესამე კვირას და კომპანიის ეფექტურობის შეფასებას. მესამე კვირა მთლიანად ინტერაქტიულია და მიზნად ისახავს აუდიტორიის ჩართულობის გაძლიერებას. აქტივები მოიცავს ფოტოსა და ვიდეოს კონკურს, #Green Energy West Georgia, story quizzes, ენერგიის დაზოგვაზე თანამშრომლების მიერ ჩატარებულ პირდაპირ live-ს, Q&A-ს, მოხმარებლების მიერ გაგზავნილი რასალის გამოქვეყნებას, კვირის ბოლოს კონკურს, winners announcements. რაც შეეხება შეფასებას, კომპანიის წარმატება იზომება შემდეგი მაჩვენებლებით: engagement rate, store interactions, follower growth, კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა, თანამშრომლების ჩართულობა ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ისინი მართავენ live-ს, კომენტარებში პასუხობენ და უზრუნველყოფენ ბრენდის ადამიანურ კომუნიკაციას. მეოთხე კვირას, ანუ საბოლოო სარგებელი, ბოლოს მინდა წარმოვადგინო მეოთხე კვირის აქტივობები და კამპანიის საერთო სარგებელი. მეოთხე კვირა ეძღვნება საგანმანათლებლო და ეკომიმართულ აქტივობებს, აქ ვაქვეყნებთ ენერგიის დაზოგვის პრაქტიკულ რჩევებს, სპეციალურად მომზადებულ ვიდეოებს გარემოს დაცვითი პოლიტიკის შესახებ, ინფოგრაფიკების ჰესების გარემოზე დადებითი ზეგავლენის შესახებ, თანამშრომელთა ჩართულობის ეკოინიციატივების განხილვაში, კვირის ბოლოს თვეში განხორციელებული აქტივობების მოკლე ვიდეო შეჯამებას. კომპანიის საერთო სარგებელია ის, რომ კომპანია არა მხოლოდ ზრდის ცნობადობას, არამედ წარმოსაჩენს საკუთარ ღირებულებებს, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, ადამიანურ მიდგომას, გამჭვირვალე კომუნიკაციას, თანამშრომლობის ფართო ჩართულობა კი ქმნის რეალურ ბუნებრივ და ნდობაზე დაფუძნებულ იმიდს, რაც არის ნებისმიერი ენერგოკომპანიისთვის კრიტიკული.